2014 წელს საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ავტომაგისტრალის მშენებლობა იყო მთავარი თემები დღეს დავით ნარმანიასა და კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრაზე. მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება და დანერგილი სიახლეები გაუზიარეს. მინისტრები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე ჩეთანხმდნენ. კვიპროსის მხარეს გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება ევროპული სტანდარტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ავტომაგისტრალების მშენებლობასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ასე ვთქვათ სახელმწიფო ფინანსების გამოყენების კუთხით, არამედ სხვადასხვა თანამედროვე ფორმების გამოყენებით. ჩემი კოლეგა მინისტრი საქართველოში ადგილზე გაეცნობა ავტომაგისტრალის მშენებლობასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს და ასე ვთქვათ ნახავს იმ მდგომარეობას, რაც ჩვენ გაგვაჩნია და აქედან გამომდინარე უფრო ასე ვთქვათ სწრაფად მივიღებთ გადაწყვეტილებას ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დეტალებზე. Our first meeting which was really very ჩვენი პირველი შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი, ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები ინფრასტრუქტურის სფეროში. ვიმსჯელეთ ასევე მემორანდუმზეც, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობას.